მეგობრებო, მოდი კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც ადმე მithავს. კიდევ კარგი ოცნება არის ესეთი იდიოტი რა, ოცნება რა შუაში. მართალი ხარ, ამ ყველაფერში მართალი ხარ. არაფერ შუაში რომ ხართ კოცები და მაინც თავს გვახავთ თქვენს ავტორიტარიზმს, იმიტომ არის ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი. იმიტომ არ გაძლევთ ლეგიტიმაციას ცივილიზებული სამყარო. იმიტომ არის უწყვეტი პროტესტი. იმიტომ იკეტება ქვეყნის მთავარი გამზირი უკვე 165 დღეა. იმიტომ გასანქცირებთ ყველა, ვინც საქართველოს ნამდვილი მეგობარია. მეგობარზე ძნელია არ გაგახსენდეს შეერთებული შტატების მეგობარი აქტი. ყულფი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის კისერზე ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ნაბიჯი იქნება. აქამდე დაწესებულ ყველა სანქციაზე უფრო ეფექტურად რომ იმოქმედებს კონგრესის ორივე პალატაში დაჩქარებული წესით დამტკიცებული აქტი, ამაზე რეჟიმის რეაქციაც მეტყველებს. თუმცა, სანამ მათ რეაქციას განვიხილავთ, ნახოთ რა წერია მეგობარ აქტში. ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს ურთიერთობის სრული გადახედვა დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით. ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარება კონსტიტუციით გამტკიცებული ვალდებულების ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როდესაც საქართველოს შესაბამისობაში იქნება საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან. მხარდაჭერის გამოხატვა საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის განგზობადი და უკანონო ოკუპაციის პირობებში. მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელიც იცავდა ქართულ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას, ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ბოროტად გამოყენებისგან. პრეზიდენტს მოეთხოვოს დაუწესოს სანქციები ქართული ოცნების ჩინოვნიკებს და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად, ვინც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ან ჩართული არიან სხვა კორუფციულ ქმედებებში საქართველოს სტაბილურობის საზიანოდ. აი ეს ბოლო ჩანაწერია ამ აქტში მთავარი პოსტულატი. ანუ აქტის კანონად დამტკიცების შემთხვევაში შეერთებული შტატების ყველა აღმასრულებელ ორგანოს დაევალება თავისი მიმართულების შეისწავლოს ივანიშვილის რეჟიმი და შემდეგ პრეზიდენტი ვალდებული იქნება გამოვლენილი პირები დაასანქციოს. ამ ვალდებულების ნაწილს მოგვიანებით დაუბრუნდები. მანამდე კი გავიხსენოთ, ვინც მოხვდა უკვე დასანქცირებულთა ამ სიაში. ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური, ანრი ოხანაშვილი, პაატა სალია, მაკა ბოჭორიშვილი, სულხან თამაზაშვილი, შალვა პაპუაშვილი, ნინო წილოსანი, მამუკა მდინარაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე, თეა წულუკიანი, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ლევან თევზაძე, ირაკლი შენგელია. რევაზ ნადარაია, შალვა თადუმაძე, გიორგი გაბიტაშვილი, კარლო კაციტაძე, გიორგი კალანდარიშვილი, გიორგი ჯავახიშვილი, რაჟდენ კუპრაშვილი, ნათია თურნავა, უჩა მამაცაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, ნოშრევან ნამორაძე, ირაკლი რუხაძე, ლაშა ნაცვლიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, თინათინ ბერძენიშვილი, კახა ბექაური. თან სიაღიაა და როგორც კეთილი ხმები ამბობენ, ის კიდევ გაფართოვდება. არ მოხდება ფორმულა როგორ არა, არ მოხდება. არ დაუშვებ, არ მოხდება. როგორ არა, როცა კი ხუმრობა რომ არ გამოგდის, მაგას თავი დავანებოთ, მაინც სუბიექტური აღქმის საკითხია და პროგნოზები რომ ქოცების ძლიერი მხარე არ არის, ეს ხომ ფაქტები დადასტურებულა. აი ხომ გახსოვთ კახა კალაძე რომ ამტკიცებდა დარწმუნებული ვარ არანაირი სანქციები არ იქნებაო. მერე რაც მოხდა, ეგეც ხომ კარგად გახსოვთ. ხოდა რომ გახსოვთ, სწორედ მაგიტომაა მთელი რეჟიმი ახლა ისტერიულად რომ ამტკიცებთ, ეგ ყველაფერი შანტაჟია ტრამპს რომ უნდოდეს ისედაც დაგვასანქცირებდაო. ტრამპს ნამდვილად არ ჭირდება დამატებითი აქტები, რომ რომელიმე ჩვენი ლიდერი ან ქვეყანა დაასანქციოს. არ ჭირდება ეს მეგობრებო. ეს არის ჩვეულებრივი ვილსონის მიერ შეთითხნილი და ეგ გარკვეული ლობისტური ჯგუფების მიერ დაქირავებული გარკვეული დემოკრატების მთელი არმია, 300-მდე და რესპუბლიკელების ნაწილი, რომელიც თვითონ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვდა. და ეს ხალხი ჩვენ დაგვინდობდა, ბუნებრივი არა. დარწმუნებული ვარ, რომ ხელმოწერამდე არ მივა, იმიტომ რომ ის ებრძვის აი ამ deep states, როგორც თვითონ დაარქვა და თუ ეს მოხდა, ეს ნიშნავს, რომ სამწუხაროდ ისე ჩაითრიეს და ამით დამთავრდება ამერიკული დემოკრატია, მაგრამ არ მაქვს ეს მოლოდინი. ჩვენ გულშემატკივრობთ დონალდ ტრამპს ზოგადად გლობალური ომის პარტიის deep state-ის დამარცხებაში, ეს არაერთხელ გვითქვამს, ეს ყველაფერი გრძელდება. ჩვენი მხრიდან აქტიური კომუნიკაცია გვექნება ყველა იმ პარტნიორთან, რომელიც გვყავს შესაბამისად, მხოლოდ წარმატებებს უსურვებ დონალდ ტრამპს ის აქტი, რომელიც
დღეს ჩვენი დროით გამთენიისას დაამტკიცა უკვე წარმომადგენელთა პალატამ. ეს არის სამარცხვინო აქტი, პირდაპირ შეიძლება ითქვას და ასე რომ ჩვენ ველოდებით უკვე რომ იმედი გრჩებათ 359 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი ამ აქტის მიღებას. მათ შორის ბევრი არის ტრამპის გუნდიდან. ის განხილვები, რომლებიც არსებობს, ძალიან საინტერესო არის და ჩვენ უკვე დაველოდებით სენატში რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. შემდეგ უკვე პრეზიდენტის გადასაწყვეტი არის ის ჩანაწერები, რომელიც ამ იმედი გაქვს რომ ხელს არ მოაწერს ტრამპი ამ დოკუმენტს. არის მეგობარი აქტის გარდა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არის მტრული აქტი. ეს არის უბრალოდ პოლიტიკური შოუ და რაც გულისხმობ ამაში. რაც ამ მეგობრულ აქტში, არის ამ მტრულ აქტში რეალურად, ვინაიდან მეგობრული არაფერი არ წერია, არის ასახული სულ რომ ეს კანონ პროექტი კანონად ვერც იქცეს და მოლოდინი მაქვს პირადად მე რომ ვერ იქცევა კანონად. დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მაგრამ სულ რომ ვერ იქცეს ან იქცეს, იქ რაც არის ჩაწერილი, სანქციების ნაწილი და ასე შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი ბატონ ტრამპს შეუძლია ამოქმედოს დღესვე. შეიძლება ამოქმედებინა ერთი თვის წინ. შეუძლია ამოქმედოს ერთი თვის შემდეგ, ხო? ანუ აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის ეს კანონ პროექტი კანონად იქცევა თუ არა ბატონი ტრამპის გადაწყვეტილებასთან. რესპუბლიკურ პარტიაშიც რა თქმა უნდა არიან დარჩენილი ისეთი ბიუროკრატები, რომლებიც პირდაპირ ბრძოლაში არიან ბატონ ტრამპთან. ბატონი და ბატონობა ამათთვის რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ წარმოვიდგინოთ, მხოლოდ ამ პატარა მონაკვეთში სამჯერ ახსენა ეს სიტყვა. და ახლა სიუჟეტის დასაწყისში ნახსენებ ვალდებულებას დაუბრუნდეთ. ესენი კი ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს ერთი ადამიანის თუნდაც პრეზიდენტის ნება სანქციები დაედებათ თუ არა, მაგრამ სინამდვილეში მეგობარი აქტი უზრუნველყოფს, რომ ნებაზე აღარ იყოს დამოკიდებული და ვალდებულება იყოს. ეს რა თქმა უნდა თვითონაც კარგად იციან და ამით მხოლოდ თავის მრევლის მოტყუებას ცდილობენ. ამიტომაც პარალელურ რეჟიმში საქმეში ისევ deep state-ი შემოიყვანეს და თან ფარული და ფრთხილი ოპტიმიზმით იმედს იტოვებენ, რომ ტრამპი კანონს ხელს არ მოაწერს. გრძელდება ბრძოლა ტრამპსა და deep state შორის, როდესაც ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ეს ნიშნავს იმას, რომ იმ კონკრეტულ მომენტში deep state-მა ასე თქვა ძლია ტრამპის ადმინისტრაციას, ეს ვიხილეთ ჩვენ ამ 2 დღის წინ. თუ გაიმარჯვებს, ჩვენ თავიდანვე ვაცხადებით ერთ რამეს და დღესაც იგივე შეგვიძლია ვთქვათ და გვაქვს ჯერ კიდევ ოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაამარცხებს deep state-ს. ეს თუ ასე მოხდება, ამ შემთხვევაში დაალაგდება ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ტრამპის გუნდის წარმომადგენლებიც ითხოვენ თქვენ სანქცირებას ბატონო ირაკლი. რესპუბლიკური პარტიის ბევრმა წარმომადგენელმა დაუჭირა მხარი მეგობარი აქტის დამტკიცებას. State-ის გავლენის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა პრეზიდენტ ტრამპის გავლენის ქვეშ, არამედ deep state-ის გავლენის ქვეშ. ჯო ვილსონი მაგალითად ხო? ჯო ვილსონი არის თავიდან ბოლომდე deep state. ის არ არის ტრამპის გავლენის ქვეშ, ეს არის ვიტყვი იმას, რომ ამ შემთხვევაში გაიმარჯვა deep state-მა ტრამპი ხელს მოაწერს. ანუ ამ შემთხვევაშიც, მაგრამ რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ტრამპი ხელს მოაწერს ამ დოკუმენტს? რა გამოვა, რომ deep state-მა აჯობა ტრამპს? ოპტიმისტური მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ტრამპი აჯობებს deep state-ს. ვნახოთ დანარჩენი, ჩვენ და დავულოდოთ მომენტს. deep state-ი ჯერ დამარცხებული არ არის, რომელსაც საკმაოდ ღრმაფესობი აქვს. თუ ის შეძლებს და მოახერხებს deep state-ის დამარცხებას, ჩვენ რა თქმა უნდა ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით და ეს რა თქმა უნდა ჩვენ ქვეყანაზეც აისახება. თუ ვერ შეძლებს ის ამის გაკეთებას, ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას და არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რაც უნდა დიდი ქვეყანა იყოს, რომ საქართველოს ინტერესები ფეხქვეშ იყოს გათელილი. ამერიკა საქართველოს ურთიერთობები დააზიანა ბაიდენის ადმინისტრაციამ, ცდილობდა ხელისუფლების შეცვლას და ჩართული იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრაში. კონგრესმენი ვილსონი არის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი, მეორე მხრივ მისი ნაბიჯები არის აბსოლუტურად ტრამპის საწინააღმდეგო ნაბიჯები. სამწუხაროდ ის ტენდენცია, რომელიც ახასიათებდა წინა ადმინისტრაციას, სამწუხაროდ გრძელდება, თუმცა რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება მათ შორის უკვე სენატის, ან მერე უკვე პრეზიდენტი ტრამპის გადაწყვეტილება შეიძლება ერთგვარი ლაკმუსის კახალიც კი იყოს საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა კიდევ მეორე რა თქმა უნდა ის რომ ჩვენ საუბრობთ გლობალურ ომის პარტიაზე, deep state-ი ამაზე თავად პრეზიდენტი ტრამპი საუბრობს და კიდევ მეორე ჩვენს ძალიან დიდი სურვილი იქნება თუ პრეზიდენტი ტრამპი დაამარცხოს, რადგან ტრამპმა ყველაზე კარგად იცის რა საჭიროებები არის დღეს სოფლიოში, მათ შორის მშვიდობის შენარჩუნების თვალსაზრისით, რა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას. მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში კანონად არ იქცევა.
აქტის და ვიქონიოთ რომ ტრამპი დაამარცხებს დიპსტეიტს, მაგრამ თუ ვერ მოახერხებს ეს რა თქმა უნდა სამწუხარო იქნება არა მარტო საქართველოსათვის, არამედ ბევრი სხვა ქვეყნისათვისაც. ახლა რა ჩანს? ამოცემულობით 359 კონგრესმენი რომ ხარს უჭერს მეგობარი აქტის მიღებას. მე თქვენი პროგნოზი როგორია? შეძლებს ტრამპი დიპსტეიტის დამარცხებას, იმიტომ რომ მისი გუნდის ბევრმა წევრმა დაუჭირა მხარი ამ აქტის მიღებას. მაგას ვამბობ, არ ვიცი, გამოჩნდება, შეძლებს თუ ვერ შეძლებს ტრამპი დიპსტეიტის დამარცხებას, გამოჩნდება და თუ ვერ დაამარცხებს, ეს იქნება სამწუხარო არა მარტო საქართველოსათვის, არამედ მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყნისათვის. ეს შემთხვევაში თქვენს პოლიტიკურ მომავალს როგორ ხედავთ? ქართული ოცნების პოლიტიკურ მომავალს თუ ტრამპის ქართული ოცნება რა ვარ ხო იცი? ქალბატონო ეკა, ერთი თქვენ არ ხართ ქართულ ოცნებაში შეზრდილი ოპოზიციის როლზე დამტკიცებული რეჟიმის მსახურით და მეორე ჯო ვილსონი და ჯინ შაჰინი არ არიან ტრამპის გუნდის წევრები. მოდით გავუყვეთ ივანიშვილის ოცნებას და დაუშვათ რომ ტრამპმა მეგობარ აქტს ხელი არ მოაწერა. რა ხდება მაშინ? რა ხდება და ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით 10 დღის ვადაში ის კანონის სახეს მაინც იძენს, თუ კი კონგრესმა რაღაც მიზეზით არ დაბლოკა. ეს კიდევ ერთი არგუმენტი თუ რატომ არის აზრს მოკლებული კოცების მტკიცება, თითქოს ტრამპს რომ უნდოდეს ისედაც დაგვასანქცირებდა მეგობარი აქტი რა შუაშია. თუმცა სანამ ეს აქტი თავის სამართლებრივ გზას გაივლის, დროების არქივიდან თიკურაძის სიუჟეტით შეგახსენებთ, უკვე ვინ, ვის და რისთვის დაუწესა სანქციები. ამიტომ ვერ მოვერევიან. მე ვიცემია. ერთი ხოხობი. ალას ანზე რომ შეიფრთხილა. ყველაფერი კლანის წევრად მიჩნეული მოსამართლეებით დაიწყო. მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სავიზო სანქციები ამერიკამ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო დაუწესა. მალევე საქართველოს რუსეთის მანკიერის ზეგავლენის საპასუხოდ დასანქცირდა ივანიშვილის ყოფილი მთავარი პროკურორი და ამავდროულად ოჯახის ახლობელი ოთარ ფარცხალაძე. 2024 წლის ივნისში ამერიკამ სავიზო აკრძალვა დაუწესა საქართველოს 30-მდე მოქალაქეს. იმავე წელს სექტემბერში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხვრის მიზეზით სიას კიდევ 60-ზე მეტი ადამიანი დაემატა. მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარეზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური. 19 დეკემბერს მაგნიტსკის სიას დაემატნენ ვახტანგ გომელაური და მირზა კეზევაძე. 2024 წლის 12 დეკემბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა მორიგის სავიზო შეზღუდვები გამოაცხადა საქართველოს 20-მდე მოქალაქისთვის. სოლო მოდიხარს. კრეზეს სიბდიდრეს ლეგედად ოქროს ლასყოდი ძიალეს მივირჩენია ერთი ხოხობი ალასაზე რომ შეიძლება. ამიტომ ვერ მოვერევია. 15 დეკემბერს ლიეტუვამ პერსონალური სანქციები დაუწესა 17 ადამიანს. ესტონეთმა დამატებითი პერსონალური სანქციები დაუწესა საქართველოს ხელისუფლების 14 თანამდებობის პირს. მანამდე კი 2 დეკემბერს ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ სავიზო სანქციები დაუწესეს 11 პირს. ბიძინა ივანიშვილსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 მაღალჩინოსანს. 19 ადამიანს დაუწესა სანქციები უკრაინამ. საქართველოს 9 მოქალაქეს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აქციის მონაწილეებსა და ოპოზიციის მიმართ ძალადობაზე, გერმანიამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ხარებას, სირაძეს და კეზევაძეს სანქციები დაუწესა ჩეხეთმა. 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და მის რამდენიმე თანამშრომელს სანქციები დაუწესა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ. ყველა ეს ადამიანი კი ოცნების დასმულმა უდიპლომო პრეზიდენტმა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ზვიად ხარაზიშვილს, მილელი ლაგაზაურს. სანქციების კიდევ ერთი ტალღა გერმანიამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა და აქციების დარბევაზე პასუხისმგებელ ქართველ მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვები დაუწესა. 27 დეკემბერს კი შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა. ამ დღის შემდეგ პროპაგანდის მთავარი საზრუნავია ხალხს დააჯეროს, რომ სანქციები ივანიშვილს ვერაფერს დააკლებს. თუმცა პროპაგანდის პარალელურად და დასანქცირებიდან რამდენიმე დღეში 31 დეკემბერს ივანიშვილების ოჯახმა საკუთარი კომპანიების ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოტანა დაიწყო. 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2025 წლის 20 იანვრამდე ბიძინა ივანიშვილმა, მისმა მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ და შვილმა უტა ივანიშვილმა 4 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირეს და ამ კომპანიებზე იმ ქართული კომპანიების გადმოფორმება დაიწყეს, რომლებსაც მანამდე ოფშორული კომპანიების გავლით ფლობდნენ. ბრიტანული სანქციების მოლოდინში კი უკვე ამერიკული სანქციების ქვეშ მყოფი ოლიგარქი ოფშორებიდან გამორბის. კრედიტ სუისისთვის მოგებულ თანხას ვერ იბრუნებს, დასავლეთში არავინ ელაპარაკება. ხალხი მუდმივად ქუჩაშია, ხელისუფლება არალეგიტიმურია, პარლამენტი ერთპარტიულია, ოცნების თავკაცები კი დგანან და ამტკიცებენ, რომ სანქციები არ მუშაობს.